ყველამძრავები დააპატარავა, ელექტროები გამოუშვეს. ბიჭო, ეგეთი ვაფშე საქართველოში თუ იყო, არც ვიცოდი. ძალიან იაფად გაიყიდა. ძალიან. თან ერთადერთი 12 ცილინდრიანია. გაუცებას ვერ უმალავდი. GTA-დან გადმომხდარი სასტრაფოს მანქანა. 7.3 დიზელია და მაგარი ძრავი აქვს ძალიან. რომელ წლიანი? 78. 7 ადგილიანი. ერთ ჯგუფ მკვდარ ხალხს. ერთ საძმა კაცოს ერთ მანქანაში ატო. ზუსტად ის მოდელია, რა მოდელითაც სკოლაში დავდიოდი ბევრი წელი. 50 მეტრით უკან იდგა ეს ავტომობილი წლები. გაყიდვაში შემთხვევით ვიპოვე და კი არის უკვე ჩემ გარაჟში. ბაგატები მოვიდნენ. ის ემოცია ხო არ მოკვდა? არა, ხო არ ცდება ნელ-ნელა. კი, ცდება. არც ერთი მანქანის გაყიდვას არ უნდა. რაც უფრო მეც მუშაობ, მით უფრო იღბლიანი ვხდები. 2000 კვადრატი იყოს შენობა, საიდანაც 50 კვადრატი იქნება სახლი და 1950 გარაჟი. ჩვენ თბილისი ძალიან ბევრი რამით გამოირჩევა. აი მაგალითად ერთ-ერთი ტრადიცია, ახლა ხანში შესული მამაკაცები ნარდს თამაშობენ ფაცხაში. ეგეთი რაღაცები ბევრია, რაც თბილისთან ასოცირდება. მაგრამ ერთ-ერთი ჩვენთვის ავტომოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო არის ის, რომ გარეუბნებში სადღაც აი ესეთ ჟანგიანი კარით გარაჟებში იმალება ძალიან საინტერესო ავტომობილები. ეხლა ჩვენი ძმაკაცი მოვა. ამ კარსაც გავხსნით და გაჩვენებთ თუ როგორი იშვიათი და საინტერესო ავტომობილი იმალება ამ კარის უკან. ახლა როგორ მოწესრიგებულად მოვიდა, რომ იცის რომ ვუღებთ. ნიკას ბევრი იცნობთ უკვე. გამარჯობა. მინიმუმ 9000 კაცი იცნობთ, გამარჯობა. C7-ის ვიდეოდან, კორვეტების, მაგრამ არავინ არ იცით, რომ ნიკას ზედმეტსახელია ბაგატა. და დღეს მოვყვებით მაგას, რატოა ბაგატა. აქ ნახე. ეს ბრაბუსი არ არის მეგობრებო, ეს არის ბაგატები. GT in the house. და დღეს მოგიყვებით, რატო ვეძახით ნიკას ბაგატას, მაგრამ წინა ვიდეოში ხო თქვა 25 მანქანა მყავს. დღეს დავოთვალიერებთ მაგ მანქანებს. Up to the sky, never let them low. Only thought you should know. Hands held high, raise them up to the sky, never let them low. Go, go. I got about 100 reasons to leave the party, but I will not. Got a lot of meaning to get to you, and I'm in a spot. ხმარო არ აქვს ამას, ის მომწონს. სიძველე არ ეტყოლო. ჯერ კიდევ ახალგაზრდა. რომელ წლიანია? 1990. განცალკევებით რო დგას გარაჟში. ხო, ამას განსაკუთრებული ადგილი უნდა ეჭიროს კოლექციაში აუცილებლად. ეს ანუ სეკი, მოდი სეკი დაუძახოთ, ძალიან მაგარი კუზაო. ძალიან მომწონს. ზარა. არა, ამას კუზაო უნდა და პადლოზაო, ხო? ეხლა შენ მომიყევი, როგორ მოხდა, რომ ეს მანქანა არის კაბრიოლეტი. როგორ მოხდა და ნუ ესეთი ლამაზი ავტომობილები რომ წარმოებელმა გააკეთა, ძალიან სამწუხარო იყო, რომ კაბრიო ვერსია ქარხნულად არ გამოუშვეს. Mercedes მოყვარულმა რამდენიმე ატელიემ გააკეთა რამდენიმე ასეული, ერთეული კაბრიოლეტი ვერსია. აიღეს, გადაჭრეს, გაამაგრეს წარა და ოღონდ ამას ტენტი არ აქვს, ხო? ამ კონკრეტულ ტენტი არ აქვს, არსებობს ტენტიანი ვერსიაც. მარტივი კონსტრუქციის ტენტები აქვს, არა რაღაც ისეთი ქარხნულთან ახლოს და არსებობს ყველაზე ძვირიანი ვერსია რკინის გახსნადი და დახურვადი ჭერის. აქ შენ შემთხვევაში ჰარტოპიც არ გაქვს? ჰარტოპიც არ მაქვს, მაგრამ გავაკეთე. ანუ მოკლედ მარტო ზიან ამინდებში გამოდიხარ და გაგვიმართლა დღეს ზიანი ამინდი. ესეც მანქანას წვიმაში რა უნდა. და საქართველოში არის ერთადერთი კაბრიოლეტის ვერსია, ნუ მე არ მინახავს და არ გამიგია სადმე თუ არის. თუ ვინმე ყავს სიამოვნებით. გვაჩვენეთ და ეხლა გადავიღოთ. აი ჩვენ ძვას დაურეკოთ და ვნახოთ რა სიტყვის ერთი. ხოჯობია სუპრას. ხო. როგორ ახ? რა გაიფოთ შეიძლება? არა მის რაღაცა უნდა გაჩვენო, ქცალია 2 წუთი. ბიჭო, მცალია და ესა ის აქ სადღაცა შენი კომენტარი გადამასწრა ნიტო სათაური. სუპრაზე რო ვამბობ, რომ აეროდინამიკაო საუკეთესო ქონა 97-დან 2020. აეროდინამიკა არა, ტორმუზი. 90-იანებში Toyota Supra-ს ჰქონდა ყველაზე კარგი სამუხრუჭე სისტემა და იმდროინდელ Ferrari F40, Porsche 911, Aston Martin DBS და სხვა სპორტულ ავტომობილებს ძალიან მაგრად ჩაგრავდა. არც ტორმუზი არ ქონდა და არც აეროდინამიკა. ტორმუზი ქონდა, ეგ რეკორდია, მსოფლიო რეკორდია, ეხლა ის არის, აღიარებულია. დავსერჩე.
დავსერჩე. მეც დავსერჩ. დაჟე აეროდინამიკა იცი როგორია? აეროდინამიკაზე არაფერს არ ვამბობ, მე არ ვიცი. მოიცა რაღაცა უნდა გაჩვენო, აი ამაზე რა აზრის ხარ? აი მაგის. რატო ესეც ხო მერსედესი? კაი, მოიცა, აი ამაზე რა აზრის ხარ? რა თელობა, ჩემი ძუძუმო. აუ რა თესტაჭკა, თან ეგ სატიპოვე, ბიჭო, ეგეთი ვაფშე საქართველოში თუ იყო, არც ვიცოდი. ერთია, ბრატ და ჩვენთან არის. აი ეგ ძმო, ვაფშე მარტო სურათებში მაგ ნანახი, დაჟე ვიდეოებიც არა მაგ ნანახი, პროსტა. აი ვიდეოს ხო ხედავ, ჩაიფიქრე. ჩემი ძუძუ. საულ. აბა რა სიტყვი, რა იცი ამ მანქანაზე ესე ხა და ისე. არაფერი არ ვიცი, ვაფშე არაფერი არ ვიცი. სეკია რა, ოღონდ კაბრიო. გავიგე, მაგრამ ანუ არაფერი არ ვიცი მაგაზე. კაბრიოზე, ვაფშე. ეს კაბრიო ქარხნულად არ გამოდიოდა და ეს ატელიეს გაკეთებულია რა. კარატ დუჩატელი აკეთებდა და ეგეთი ცალკე ატელიები აკეთებდნენ. ხო, აი ხა მითხარი ამ მანქანას 90-იანების, 80-იანების, 70-იანების კაბრიოლეტებიდან, აი რომელს შეადარებთ? ბიჭო, ამერიკული კუპეები და ვაფშე ზოგადად ამერიკული მანქანები სხვა ცხოვრება არის. ანუ იქ ტიპებს მაქსიმალურად მარტო ისა აქვთ ნაფიქრილი, რომ კომფორტი. ხოლოდ კომფორტი, ხო, ინტერნეტი ატრაკებს. ევროპულია, შიტოკები უყენია ამერიკულის, ვიდის პონჩი და ფარები. დანარჩენი ევროპული მანქანა. მოიცა რა სუფთად არის ყველაფერი ნახე. მოხამინდა მე. აუ რა სლიტაჩკა. აი გვერო ასტორებს, მა. აი არის კაიროჟა. აი ეს ადამიანებში გადის თუ პიროვნებაა. და მე დღეს თბილისში მოვდივარ და დაგირეკავ. დაგვირეკე. მამის გარდა ისირეებს გაჩვენებ კიდე, დავაი რო ჩამოხვალ დაგვირეკე. მასკვიჩა ეფრო და ეს მანქანა. დღეს არის იმის გამო რომ სუპრა არ დაპორგევასებო, იმიტომ რომ არაფერია სუპრა. ხალხური პერფორმანსი დაგიცეთი 100. ნახე წინა ვიდეო. ძალიან კაი ვიდეოა, ხო, მასკვიჩა მყავდა სტუმრად. ჩაუჭექი. კარჩ ყველა ჩვენ გვიყურებს. როგორც ყოველთვის. ძალიან კაია. ელდორადოს და რაღაცებს საერთოდ არ აქვს ესეთი კაი. ეს სხვა ტიპია, ხო. რა ღირს ესეთი მანქანა? ჩემთან ბაგატ მოტორსში რა ღირს ეს მანქანა? GT მოტორში მე ხო იცი როგორი ცვალებადი ხასიათი მაქვს და ხანდახან არის ხოლმე წამოულები რა რომ რაღაცებს ძალიან იაფად ვყიდი რა და ამიტომ ვეუნები ხოლმე ავტომოყოლებს იმიტომ კი არ გამომიწერო Instagram-ზე რომ მე მიყურო დღეს რა ვჭამე შეიძლება მაგარი ოფერი დაგეცეს ხუმრობის გარეშე ვარ მეც ხუმრობის გარეშე 24-ად არ და წინაზე უცე 25-ად ხო 24-ად შეიძლება ჰოპ წამომიაროს და რომელი რაღაცაც ეგეთი ფაქტები არ არის ხშირი საერთოდ და არ იჩითება ხშირად სადა. ამიტომ ნიკოლექტორის Instagram-ი უნდა გამოვიწეროთ, რომ შეიძლება უცებ გავარტყათ ძალიან მაგარ ფასად, ძალიან საინტერესო ავტომობილი და კი. ოღონდ იქიდან კი არ გამომდინარეობს, რომ ძალიან კეთილი ვარ და მანქანების დარიგება მინდა. არა, ცხოვრებაში რაღაც სიტუაციები გამომდინარეობს, რომ მე ყიდვაში უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე გაყიდვაში. კი? აი, არც ანწლების ესელს არ აქვს ესეთი მოვა. სხვანაირია, ნუ ეს ისეთი განცდა მაქვს, რომ სხვა ატმოსფეროში აღმოჩნდი საერთოდ. ზუსტად ეგ აკეთებს 126-ის იშვიათობას. ეგ არის, ხო? ეხლა სად მივდივართ? ეხლა წავიდეთ ჩემთან გარაჟში, სადაც ძირითადი ავტომობილები დაპარკინგებულია. აი ეს ყოველდღიური მანქანები, ხო? პაჭაპუჭები. პაჭაპუჭა მანქანები. ნახავთ როგორი პაჭაპუჭა მანქანები გველოდება და ეს რატო გამოარჩია ესეც ხალხი? ეს იმიტომ გამოარჩია, რომ სახთან ახლოს მინდა რომ იდგეს, როცა სურვილი მექნება იმ მომენტში დავქოკო და როცა ამინდი იქნება, მაშინ გავიკატაო. თან გამორჩეულია ყველასგან, იმიტომ რომ მარტო ჩემ ფარეხში კი არა, ზოგადადაც გამორჩეულია რა და თავარი ჩემი ფარეხის პლუსის და მიდგომაც ეგ არის, რომ იშვიათი ავტომობილები მეყავს. შეიძლება ბევრს ყავდეს, ბევრად ძვირიანი ავტომობილები ჩემზე და ბევრად კარგი. თუმცა ჩემნაირი იშვიათები ბევრს არ ყავდეს რა, იშვიათი მოცემულობის სახით. აია კაბრიოლეტი რა, ეს ქარი რო თმას გიწეწავს, მაინც საერთოდ სხვა შეგრძნება აქვს. მადლობა.
ფაქრები მოგიტანე. იმდენი მანქანა ორი პარკით, ოღონდ აი ეს ელექტროს შეგიძლია ჩამოკიდო. დანარჩენი ისეთია. მამაკაცურები. ელექტრო ისედაც ყვირის რო გეია მანქანა. კაი, ეხლა მე მეკითხა რას ფიქრობ ელექტროებზე მეთქი, მე მგონი აღარ არის კითხვა საჭირო. მოდი მაინც ელექტროებზე გავჩერდეთ და რამ გაყიდინა ელექტრო რომ მითხრა. ელექტრო მანქანა მაყიდინა იმან რომ იქნებ კარგია და ცოტა თანამედროვეობას რო ფეხი აუწყო და სუძველი მანქანით არ დავდიოდ. რაღაც შენ თვითონ ხო უნდა გაიგო. ხო, მას 3 დღის წინ რომ მომწერე რომ აუო, ესეო, გარაჟიდან სახლამდეო ძალიან მაგარი რაღაცა იქნება. როგორ შეიცვალა? 3 დღის ასაკით დაჯდომაში როგორ შეიცვალა ყველაფერი? არ არის ჩემი აშკარად. 2 წლის წინ იყო ამ ელექტრომანქანების ბუმი, დაიყოლა რომ აი 5 წელიწადში იყოლა ელექტრომანქანებით ვივლით და რაღაცა და ყველა მძრავები დააპატარავა, ელექტროები გამოუშვეს, ბოქსტერი და კაიმანი სამწუხაროდ ეხა შემდეგ თაობაში ელექტრო გამოდის, მაგრამ მე მგონი გადავიდა რა. ისე ბოქსტერი და კაიმანი ელექტრო იქნება თუ ბენზინის რა აზრი? რატო არა? ჯობია ისე ელექტრო. GTS-ი ძალიან მაგარია. მეჭვ. კაიმან GT4 RS-ი არის ბევრად მაგარი სპორტული მანქანა ვიდრე 911 GT3 RS-ი. წადით და მიჩივლეთ. თავიდან ბოლომდე იგივეა, უფრო მსუბუქია, უკან არ გაგძრავი და შუაში გაგძრავი და უფრო კარგად იმართება. პრაქტიკულობაშიც ათავსო ადგილი მეტი გაქვს, მანქანაც ზომებში უფრო კაი ტიპია, ანუ უფრო სპორტული მანქანაა რა. კაი, დავანებოთ, რომ ელექტროებს თავი კარგია, მადლობა ღმერთს რომ იცვლება ეგ ტენდენცია და ახალ რეგულაციებს მოკლედ ყველა თავისი მიმართულებით ებრძვის და ძალიან კაია. ჩვენ ავტომოყვარულებს უფრო დიდხანს გვეყოლება ჩვენთვის საყვარელი მანქანები. ალფა რომეოს წარმოების 24-ის ბოლოს უნდა შეწყვეტილიყო ალფას ახალი მოდელები რაც არის და 27-მდე გადავიდა ეგ. სულ ეს იყო დღეს ავტონიუსები და სულ ეს იყო გადავიდა ჩვენს მანქანებს. მეორედ ვიღებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ერთხელ მოვედით და რაღაც ხარვეზები გქონდა და სამწუხაროდ ეგ ვიდეო თქვენ ვერ ნახეთ. რასაც მე ვუყურებ, C3 კორვეტი გვაკლია. რომელიც ძალიან ლამაზი იყო, იშვიათი ფერი იყო, ქართულ საღებავზე იყო და მოკლედ ძალიან კაი ეგზემპლარი იყო. და ძალიან იაფად გაიყიდა. ძალიან. ფასო ამბობთ? არა, უბრალოდ მენდეთ რომ ძალიან იაფად გავყიდე. Instagram-ზე დააფოლოვეს ნიკოლექტორზე. შეიძლება დილა გათენდეს, წამოუაროს და ნახევარფასში დადოს მანქანა გასაყიდად. Instagram-ზე სტორში. შეგეთენდება ხოლმე? შეგეთენდება ეგეთ დილები? დილები, დღეები. სადაც ეგეთი დილები ხელმისაწვდომია. და ახალი რაც არის 12 ცილინდრიანი S-კლასია. და თან ერთადერთი 12 ცილინდრიანია ამ ფარეხში და თან ერთადერთი იაპონური Mercedes-ია, რომელიც აქ არის. და ძალიან იშვიათია მაგ თაობაში და ყველაზე ახალი ავტომობილია თან. ქარხნული დისკები აქვს. ძალიან უხდება. კი. უფრო დიდი რო იყოს, უკეთესი იქნებოდა. ყველაზე რბილი S-კლასია, S-კლასების ისტორიაში, რაც ჩემთვის 140 წერბილია. 140 წერბილია სხვათა შორის, იმიტომ რომ ზეთოვან ხო, პრინციპში აქ უკვე ბალიშებზე გადმოვიდა. ანუ ძალიან რბილი. 140-ზე კი არა, მე მგონი დღევანდელ S-კლასებზე რბილიც უნდა იყოს. დღევანდელ S-კლასზე რბილი 223-ზე რბილი 222-იც არის. შემდეგი ლოტი გვაქვს. შემდეგი ლოტი შევი G20 ძალიან მომწონს მე. ბავშვობიდან მომწონს. მაგარი ვენია. ძალიან ბევრ ფილმში გვინახავს. კი და მაგიტო მომწონს. Ant-Man-შიც ეხლა ბოლოს Ant-Man-ში იყო. აი, მე ყავს Silverado და აი ეს GMC K1500 ერთი მოდელია, ოღონდ 10 წელი ბრენდირება სხვა და ბრენდირება სხვაობაა და 10 წელი, მაგრამ facelift-ია. და ამის სალონი real old school არის, იმის ცოტა უფრო თანამედროვე. იმას ისუხდება ეს კეპი რო აფარია. სტილო წამოწეული. სხვა სტილზე ყავს გაკეთებული. სპეციალურად იმის დისკებიც არაქარხუნულია და ცოტა უფრო gangster rapper სტაილი არის, ეს უფრო ქარხუნული და ავთენტურია. იქეთ არის იაპონური აზიური მანქანა. აზიური სეგმენტია იქით. იქეთ არის იაპონიის წარმომადგენლები. იქ ყავს Toyota, ხო? Crown-ი ესე გაგონით ბევრს აქვს გაგონილი და ძალიან მაგარი ხასიათი აქვს Crown-ს, იმიტომ რომ იაპონურ ავტომობილში რომელშიც მსგავს ბიზნეს კლასს და მსგავს სირბილეს და კომფორტს არ ელოდები, იმ დონეზე მოღლოდნელი და მაგარია, რომ 1000 ფასდება.
Crown-ის ქრაუნობა და ეგ ბიზნეს კლასობა რაც მაგას გააჩნია. Crown-ის მსგავსი ხასიათი ვიზუალური შეფასებით არ ჩანს და არ იგრძნობა, რო შეხედავ ამ ავტომობილს, იმიტომ რომ განსაკუთრებული არც ვიზუალი აქვს, არც იმ ბიზნეს კლასის ხასიათს ყვირის ასე რომ ვთქვათ ავტომობილი და არც უნდა იყოს მსგავსი, რაც რეალურად არის. ერთი და ორი Toyota აკეთებდა სულ რაღაც განსაკუთრებულ მოდელებს წლების განმავლობაში და ყველას ერქვა Crown-ი. დღეს საერთოდ რაღაც სედანიც და თან SUV, თან crossover-ი რაღაც უცნაური ტიპია დღეს მაღაზიაში სწორი განგრძობითობა იმ ისტორიის, რაც მაშინ მათ ქნეს. ხო, შეიძლება Crown-ს ალბათ ვწდი და ჩემი აზრით ის მოლოდინი რაც მაქვს, მასში აუცილებლად პოვნადი იქნება. ყოლია ამის შემდეგი თაობა Crown-ი 2005 წლიანი ამიც 2-ით შემდეგი Crown-ი იყო ის. კარგი მოდელია, მაგრამ ესეთი ვერ არის, იმიტომ რომ ეს არის ბოლო, რომელიც ეგრეთ წოდებულ რამაზე დგას და თან ბალიშებზე არის. ჰაერ ბალიშებზე და ეს რამა და ეს ჰაერის ბალიშები ერთად საინტერესო სინთეზი. რასაც აკეთებს, აი ზუსტად ეგ არის არაპროგნოზირებადი Crown-ში ჩაჯდომისას, რომ მიხვდები როგორ დგას ეს ავტომობილი, როგორი რბილია, როგორ არაპროგნოზირებად შენ იმას გულისხმობ, მაგას არ ელოდები. არ ელოდები კი არა, ვერც დაელოდები. მე რო პირველად Crown-ით გავიარე, უკვე შეძენილი მიყავდა და ვიცოდი ასე რომ ვთქვათ, ვიდეოებიდან და წარმოსახვით რა შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ გაოცებას ვერ უმალავდი. რასაც ვერ დაელოდები მისგან, ისეთი არის. იაპონელებში Crown-ის გარდა ვხედავ კიდე Daihatsu-ს, კოპენი, ქიქარია. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თან კაბრიოთან 0.7-ია turbo, ხო? 0.7 turbo არის. ხო, ქიქარი მე მგონი არ უნდა იყოს 0.7-ზე მეტი ძრავით. კი ბატონო. ხო? და ყველა აკეთებს მაქსიმალურს 0.7. კი ბატონო. იაპონიაში იქიდან გამომდინარე რომ ძალიან სივიწროვეა ცოტა ადგილი, მოსახლეობა კი ბევრი, მანქანები გამოდის ძალიან პატარა ზომის რაღაც კონკრეტული მიმართულება, რომელსაც ქვია ქიქარი. ეს მანქანები შეიძლება იყოს კაბრიოლეტი, მინივენი, ჯიპი, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ყველა გამოირჩევა იმით, რომ არის ძალიან პატარა. აი სატვირთოებიც რო არის და მოტო გამოძახებაზე მუშაობენ, მე მგონი, ხო, რამდენიმე. ეგენიც არის ქიქარები, ოღონდ სატვირთო სახით. რომლებიც ძალიან პრაქტიკულია მათ. კი, რომელიც ერთ-ერთი ძალიან საინტერესო Honda S660 გადაღებული გვაქვს ჩვენ და დევს არხზე, შეგიძლიათ ნახოთ და ერთ-ერთია აგერ კუპენი თუ კოპენი Daihatsu. ერკინის ელექტროჭერიანი კაბრიოლეტი, რაც ქიქარებში ძალიან ბაგატას გარაჟში იმალება თქო, ეს უნდა მეთქვა. შემდეგი არის ჩემთვის ძალიან საინტერესო Suzuki, რომელიც არის Grand Vitara-ს ბაზაზე. არის კუპე, არის ტარგა სახურავით. კაბრიო, როსტერი, ორკარიანი, ჯიპიც არის, აი ყველაფერი ერთად რო მანქანაში ჩატენო, ალბათ ეგ არის. ძალიან მხიარული მანქანაა, კეთილი და ბევრი ფუნქციის შეთავსება შეუძლია. ხო, მაგრამ შენ ერთი კეთილი ყავს და მეორე ცოტა ბოროტია, შავი. მე იქეთ რო გავყვეთ GTA-დან გადმომხდარი სასტრაფოს მანქანა. 7.3 დიზელია და მაგარი ძრავი აქვს ძალიან. და არ გაქვს ოღონდ უფლება, რომ შიგნით იყოს სასტრაფო მოწყობილობა, ხო? ალბათ, ხო, ეხლა მაგის სირენებს ჩართული ვერიული არ არეგისტრირებული სასტრაფო თუ არ ხარ. ხო, და არის სატვირთოდ რეგისტრირებული, მაგრამ გარედან არის სასტრაფო. გარედან ვიზუალური სასტრაფოს. Oldsmobile და აქეთ ყავს კიდევ Cadillac-ი, აი ეს Cadillac-ი საინტერესო. Cadillac-ი ძალიან იშვიათია, იმიტომ რომ ერთ-ერთი Cadillac-ის მოდელია, რომელიც Corvette-ის ბაზაზე გაკეთდა. როგორც სხვა დანარჩენ მოდელებზე Chevrolet-ს Cadillac-ი აკეთებდა თავის ავტომობილად Chevrolet-ის ბაზაზე, სხვა Corvette-ებზე არ გაუკეთებიათ. მხოლოდ ერთი Corvette-ის ბაზა იყო, რომელიც XL-ი გააკეთეს. ანუ შენ გულისხმობ Tahoe, Escalade, მაგალითად Yukon-ი და H2 Hammer-ი ერთი ბაზა იყო. Corvette-ებში ერთხელ მოხდა მარტო ერთ თაობა Corvette-ზე გაკეთდა. C5-ის და C6-ის შუაში რაღაც. მიქსით გააკეთეს ეგ XL-ი. Corvette-ის პირდაპირ ხასიათი აქვს. სპორტული და აგრესიული, ძალიან კომფორტულია და ყოველ დღე თუ აი C7-ზე რას ვთქვით ვიდეოში, რომ არც კომფორტული შეიძლება იყოს, XL-ი უკვე რბილი ავტომობილია, რომლითაც თან შეიძლება აგრესიულად იარო და თან შეიძლება ძალიან რბილად იჯდე და ძალიან ჩუმი იყოს და ასე შემდეგ. Cadillac-იდან გადავიდეთ Defender-ზე, რომელ წლიანი? 78. 78 წლიანი, 7 ადგილიანი. 7 ადგილიანი ორკარია. ეგ ის არის ის Ventura რო ესე მოდის, ეგ ძველი მე მგონი. ეს უფრო ძველია. ეგეც ძალიან საინტერესო მოდელია ჩემთვის. ზემოთ აქვს ძალიან საინტერესოდ სახურავის, ხო, რომელიც მაშინ კონდიციონერის ფუნქციას ასრულებდა.
4 ლუქი აქვს და ეს ორმაგი სახურავი შეგროვებას აკეთებს და ჰაერის მიმართულებას და ამ პატარა ლუქების გაღებით პირდაპირ თავში უბერავს ცოლს და მგზავრებს დაგროვილ ჰაერს. აფრიკაში მაგითი რომ მიდიოდი აი 30-40-ით რომ მიდიხარ უკვე მაგრად გიბერავს. 40-ით მიდიხარ? ვე 50-ით. არა, მიდიხარ 80-ს დადეს. სიარული დადის თუ დაიმორჩილებ ცოტა. შენ თუ ატარებ ეგ არის საკითხავი, ხო? აი ესეც რომ ბავშვობას გახსენებს. ზუსტად მაგ მოდელი ტალგები ხომ სკოლაში. ნოსტალგიური მანქანაა, Mercedes-ი MB 100D. ხო, არ ვიცი, ხა შეიძლება ვიღაცამ შეხედოს და ამაში რას ლამაზეს ხედავ, მაგრამ ჩემთვის ძალიან ლამაზი ვენია, კლასიკური Mercedes-ის Ford Ranchero, რომელიც არის პიკაპი, თან არის ხო, თან 8 ცილინდრიანი ძრავი აქვს, თან ძალიან კარგად გამოიყურება. ეს არის Squire ვერსია, რომელიც ძალიან ცოტაა გამოსული 2800 წელი დაახლოებით და რისი Broken-ის სალონი აქვს. წარმოიდგინე ვიღაც ფერმერმა იყიდა ეს შეიძლება ფერმერი არც იყო, მაგრამ ფერმერის ქუდი სჭირდებოდა შესანიღბად და მაგით იყიდა. მაგისთვის ყიდულობდნენ რანჩეროებს მაშინ. ნაკლებად დაინტერესებდა პოლიციას და კი ბატონო, მაფიოზები ტენტი გადააფარე და ყველაზე მეტი აქ მიდის უკან სილოტკასავით ჩალაგებული, შპროტივით ჩალაგებული ტრუპები, კარგი. ერთ ჯგუფ მკვდარ ხალხს, ერთ საძმაკაცოს, ერთ მანქანაში ატ. Bel Air-ი ყველა ძველი ავტომობილი შეთანხმდება იმაზე, რომ Bel Air-ზე ძვირი და მაგარი მანქანები შეიძლება არსებობდეს. მაგრამ ძალიან გამორჩა. მაგრამ Bel Air-ი არის ის მანქანა, რომელზეც ასევე ყველა თანხმდება, რომ ეგ არის ძველი ავტოგარაჟის რაღაც ხელმოწერა, რომ Bel Air-ი თუ ყავს და მასთან შეხება გაქვს სხვა სიამოვნება. ჩვენი სპონსორია Areon-ი, ასევე ჩვენი სპონსორია Leader Motors-ი და ასევე ჩვენი სპონსორია ავტომობილებთან ვართ და Carline Auto Import-ი კომპანია, რომელიც ძალიან სწრაფად, საიმედოდ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის გადამოწმებულია, რომ საუკეთესო ფასები აქვს ავტო იმპორტზე. ჩემი არხი გამოწერილი გაქვს? რომელი? YouTube-ის. არ მაქვს YouTube-ის აკაუნტი. თუ გამოიწერ, დავაკეთებ. დარეგისტრირდი და გამოიწერე. თუ მაგას იზავ $200 ფასდაკლება მანქანის ჩამოყვანას. $1100 ჩდება, შენთვის 1200-ში გავაკეთე. და ეხლა გადავიდეთ უფრო პირადულ შეკითხვებზე. ბავშვობიდან მაგალითად თუ რა ვიცი, ყველა ირჩევდა მეხუთე სერიასა და A-კლას შორის, ვისაც უნდა სედანი ისეთი. შენ ყავდა Chrysler 300. ვინც ირჩევდა S-კლას და Z4 შორის, თან Z350 ისეთი, ან A-კლასის მანქანები, შენ ყავდა Crossfire-ი. ან რა გათვლა გაქვს, ან რატო რატო? იმიტომ რომ მიყვარს არასტანდარტული ავტომობილები და თან ხარისხიანი. აი რა იპოვე ამ მანქანებში ესეთი საინტერესო. რატო 220 S-კლასი და არა მაგალითად 140, რომელსაც ყველა აღიარებს, რომ არის ლეგენდარული ესი და რატო 220, რომელიც ყველაზე დაწუნებულია რეალურად. კი, 140 სიამოვნებით, მაგრამ მსგავს მდგომარეობაში 140 მარტივად შოუნადი უკვე ბოლო 5-7-10 წელი აღარ არის და S-კლასი და Mercedes-ი ამაზე ნაკლებ მდგომარეობაში არ უნდა იყოს. ჩემი აზრით. სხვა დანარჩენი ავტომობილი, იმიტომ რომ ყველა ჩემთვის საყვარელი მოდელია. და ყველა რაღაცასთან ასოცირდება რა, ეს ვენები მთელი ბავშვობა რაღაც მულტფილმებში თუ ფილმებში რაღაც ხასიათს ატარებდა და ძალიან მინდოდა რომ შეხება მქონოდა და რაც შეიძლება მულტფილმებში, ფილმებში, რეკლამებში, პოსტერებზე რაღაცებზე ვნახოთ და ეს ყველაფერი გვინდოდეს, ანუ ამ ყველაფერს რაღაცებს გადაგზა უნდა შეგხვდეს ახლა, ესევე რა არჩევ რომ ეს მინდა, ის მინდა, არ არის. ის შანსიც მოგეცემა რომ შეიძინო და ფლობდე, იმას იყიდი. თუ რაღაც დროს და ცხოვრებას ამ ჰოპს და უთმობ, ცოტა მეტად ვიდრე სხვები უთმობენ, აუცილებლად გეყოლებათ გარაჟში ამდენის და ცოტა მეტი ავტომობილიც. თუ ამით სიამოვნებას იღებთ და ყოველდღიური შეხებითაც ძველი ავტომობილით გადაადგილება არ არის, დისკომფორტი ქალაქში და საცობში რატო არა? მე ნებისმიერ საცობში აი თითქმის ორმაგი ავტომობილის სომა ავტომობილით თავისუფლად გავარ და ვიტან. მე მახასიათებს ერთი ესე ჩვენ მანქანების გაყიდვების საიტებს უფრო მეტ სკროლავ, ვიდრე სოციალურ ქსელებს. ნუ კი, ხა საერთოდ არ თქო ვერ ვიტყვი შემოხვედრია საინტერესო მანქანები,
მაგრამ ამდენი და ესეთი რაოდენობით არა, როგორ პოულობა მანქანა? ზოგმა აქეთ მიპოვა, სიმართლე რო გითხრა. ალბათ რაღაც სახე რო ვრცელდება, რომ ეს ადამიანი საინტერესდება. პატრონს უნდა რომ უბრალო ღლობელთან არ წავიდეს მისი ავტომობილი და რაღაც უფრო მოვლილი იყოს და უყვარდეს სახელმწიფოს, როგორც ზაღლისთვის გასაშვილებლად კარგ პატრონებს რო ეძებენ ხოლმე, ხო იცი? უზათ ეგ არის ავტომობილში. ეხლა ნებისმიერ კარგ ავტომობილს ცუდი პატრონი იშვიათად ყავს და კარგი პატრონი ყავს და ვიღაცას თუ რაღაც გაყიდვა უწევს, ურჩევნია რომ ეს ისეთ ვინმესთან გაუშვას, ვინც იცის რომ როგორც მინიმუმ ამ მანქანით რაღაც სიამოვნებას მიიღებს და სწორ დროს გაიყვანს გარეთ, სწორ დროს გარეცხავს და სწორად მოუვლის და სწორ ურთიერთობას დაამყარებს. თუ არის აქ ისეთი ავტომობილი, რომელიმე მე ერთი მახსოვს, მაგრამ ის აქ არ არის. რომელიც იპოვე სადღაც გარაჟში, ან სადღაც მინიმაში, რაღაცა სახლის უკან ბალახებში. და გამოიყვანე გარეცხე, აღადგინე, მიხედე. ბევრია ეგეთი. აი მაგალითად ეს Mercedes-ის ვენი, ზუსტად ის მოდელია, რა მოდელითაც სკოლაში დავდიოდი ბევრი წელი. ზუსტად იმ გაჩერებაზე, რომელი გაჩერებაზეც ვждებოდი ხოლმე ავტომობილში, 50 მეტრით უკან იდგა ეს ავტომობილი წლები. ჩემს საცხოვრებელ სახლთან ახლოს და წლები არ ყავდა ნანახი და არც შემჩნევია და გაყიდვაში შემთხვევით ვიპოვე და კი არის უკვე ჩემ გარაჟში. ყველაზე დიდი სირთულეები რა არის, რაც ამდენი ავტომობილის ფლობას უკავშირდება. არა ისეთი სერვისი, რომელიც სრულ კომფორტს მომცემს. რომ შვიდად ვიყო, ვისაც ჩავაბარებ ავტომობილს, გასაღებს და ისევ უკან ჩამაბარებს, რომ რაღაც ზედმეტი ფიქრები არ მექნება, რომ ღამე ვინმე რამეს აფუჭებს გაკეთებს. ამას მართლა არ აქვს ჩვენი არხი გამოწერილი. შენ შეგიძლია დერმოტორში მიიყვანო მანქანა, დაუტოვო გასაღები. ტექნიკურ ძველ ავტომობილსაც გამიმართავენ? სავარაუდოდ კი. იმიტომ რომ სოსოს პორშეზეც გავაკეთეთ რაღაცეები ჩვენ. ოღონდ მე მინდა რომ აი 0-დან 10-მდე ყველაფერი შეასრულო. დაიწყო და დავაჩელენჯოთ ლიდერ მოტორს. შეგვიძლია. მე შეიძლება მივცე გასაღები, ავტომობილი, ფული და დაველოდო შედეგს. და დაველოდო. ფულზე ვივაჭროთ. შემდეგი რა გაწუხებს? პრობლემა? ხო. სივრცე რომელშიც მარტივად და სუფთად შევინახავ ავდენ ავტომობილს. მთელი გულით გისურვებ, რომ ისეთ სივრცე ნახო, აი შემდეგ გადაცემაში რომ მოვალ სუფთად ჯეილენოს გარაჟ ვინ არის? ხო, ბაგაც გარაჟ კაინეონის განათებებით ბარი, ბილიარდის მაკი და აი ეს მანქანები, ჯაკუზი რა. კი, კოკაინი ვედრებით და პაპელა არეონის ჩანთებით. თუ ვინმე სწორ ფართს, სწორ ფასად შემოგთავაზებს სწორ ადგილასაც ბარე. ადგილს დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს თბილისის ტერიტორიაზე იყოს და რაც შეიძლება ქალაქის ცენტრალურ ლოკაციებთან ახლოს. ძალიან მალე იქ იქნება ავტომუზეუმი, რომელშიც ბევრ იშვიათ ძველ ავტომობილს ნახავენ. რანჩეროზე აყენია ზაპო 800 ნომერი, რომელიც მოდის მწვანე იყო, ხო, შენი ზაპოროჟეც? ნარინჯისფერი. საერთოდ რატომ იყიდე ზაპო ამდენ მანქანაში? ზაპო პირველი ალბათ ჩემი ბავშვობის ოცნება არის, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ დაახლოებით 27-28 წლის წინ 4 წლის ბავშვი რო ვარ და სუქანი ბავშვი ვიყავი რა და მაშინ ნაყინი და ტკბილეული ეს მაღაზიებში არ ეყარე ხოლმე რა, ბევრი, რეგიონის და სოფლების მაღაზიებში და დასვენებელთა სოფელში მივდიოდით ხოლმე, მე მაროჟნე კოლა, ნარინჯისფერი ზაპოროჟეცი და შიგნით ჩადებული დასკოჩილი ყუთით, რომელსაც იყო ყინული და ნაყინი ჩარალი. შალი ყინული და ნაყინი ჩარალი, სოფლის ბოლოდან იმ ზაპოროჟეცის ღრიალი 1-2-რად ბედნიერება იყო, იმიტომ რომ ნაყინი შევჭამდი და თან შანსი მექნებოდა რომ მანქანაში ჩამჯდარიყავი მე მაროჟნე კოლას. და ზაპოროჟეცი როგორც მანქანა, ასე ემოცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ის ოცნება ავიხდინე და მყავდა ნარინჯისფერი ზაპოროჟეცი. პირველი მანქანა რა იყო შენ? მაგარი მანქანა ყავდა Nissan March, Nismo. აი ეგეც კი იშვიათი იყო, წარო პირველი საკუთარი მანქანა, ხო, რასაც ვიტყვით რომ ჩემს სახელზე გავიფორმე და შენი მანქანა. ნო, ვერცხლისფერი. ლურჯი ყველას ყავდა. და მანდაც მაგრამ ვერცხლისფერი არ აქვს. ნიკა ბაგატ გამორჩეული. პირველი. ბაგატას ისე ძალიან ცოტა ხალხი მეძახის უკვე წლებია. ხო, იმიტომ რომ ბაგატა ვიწროწრეში გერქვა ბაგატა. შენ იცი ეგ ისტორია? ბათუმში სვეტაფორზე რო კრაისლერით ციგნის მათხოვრებმა დაგვინახეს და ბაგატები მოვიდნენ და სულ $5,000 ღირდა ის კრაისლერი, მაგრამ ბენტლის ვიზუალი ქონდა და ხო, მაგრამ მეორე ფაქტორიც არის. ნო, ყველას
განსაკუთრებით მე რო გიცნობდი მაშინდელ შენს გარემოცვაში მყოფ უკრაინელ გოგოებს, ყველას ასევე ეგონე ძალიან დიდარი, იმიტომ რომ ეს Chrysler 300 მათაც ეგონა თავარი ისტორია ის არის რა და Chrysler-ი ხო, მაგრამ ამან ძირი გაუმყარა ისტორიას, ის იყო სახალისო და ეს იყო ნაღდი, რეალური. მეორე მანქანა უკვე ბევრი წლის ოცნებების შედეგი იყო. Supra-ს გავდა Toyota Celica იყო. SS3 იყო წინაწამყვანი, მაგრამ GT4-ის ვიზუალი ჰქონდა. Track-ის ვერსია იყო. აწყობილი იყო ასე რომ ვთქვათ, სპორტულად და ძალიან მიმსგავსებული იყო Supra-ის ვიზუალს. ეხლა თუ არის დარჩენილი რაღაცა ისეთი მანქანა, რომელზეც გაქვს არა, ის განცდა რო გაქვს, აი ის რომ წლების ოცნება აიხდინე Celica-ს ყიდვით. ნახე რეალურად ქვეტექსტი რა აქვს ჩემ შეკითხას, რომ ის ემოცია ხო არ მოკვდა? არა, ხო არ წდება ნელ-ნელა რა. კი, წდება. მაგრამ პროცესი უფრო ყარდება და სხვა რაღაცებს შეიძლება მოახმარო მაგ ემოციის სიმძაფრე, ვიდრე შენი პირადი ინტერესები არის. მაგალითად, მე ხა გათვლა უფრო იმაზე მაქვს, რომ გარემოს რაღაც ემოცია ვაჩუქო, რომელიც შეიძლება მანქანით გასეირნებით ნებისმიერ ადამიანს მიანჭო აი ორწამიანი კონტაქტით, რომელიც მას შეიძლება ვერ მიეღო მანქანის დანახვით კი არა, ვერც ხალხთან ურთიერთობით თვეების განმავლობაში. რაც ემოციის გადაცემას ხო რაღაც ზედმეტი საუბარი არ ჭირდება. უბრალოდ რო ჩაივლი მაგ მანქანით უკვე ჩაივლო ორი წამით შეიძლება თვალებში შეხედო რაღაც გაუცვალო ისეთი, რასაც მისი ბევრი ახლო მეგობარიც ვერ მისცემდა. და მაგით მე ძალიან სიამოვნებას ვიღებ, რომ ავტომობილი უბრალოდ რეკვიზიტი არის. просто შეიძლება ყურადღება მოგაქციოს და თვალებში შემოგხედოს, თორე მან ხო უფრო პირველ კონტაქტზე გადავდივართ. რას არც ისე ფასეულია დღევანდელ სამყაროში. და უკვე რაღაც გაუფერულებულია და იაფასიანი გახდა თითქოს, მაგრამ ძალიან ძვირფასია და გვაკლია ადამიანებს. ქალაქში რო დადიხარ, ყურადღების გარდა რაღაც სხვა დამოკიდებულობას ხო გრძნობ, მაგალითად რო გიტყვისცემა? ხო, აი ეგ მაინტერესებს. კი, მაგრამ არ მხიბლობს ეგ ვიღაც რაღაც მატერიალური ნივთის გამო აფასებს. არ არის ჩემი სტილი და იმაგას ვიტყოდი ზუსტად რომ სულ რამდენიმე დღე არის ელექტრომანქანაში და სმარტში გადავჯექი და სამყარო შეიცვალა და ავტომობილით ნუ აფასებთ ადამიანებს ძალიან მადლობა მაგიტო დაგისვე მეც რო ვიქნები კარგი ავტომობილით არ მინდა თქვენი დათმობილი გზა და უთმეთ ყველას ვისაც უჭირს გადაადგილება იმიტომ რომ დათმობა არის დათმობა და არა კარგი მანქანის პატრონისთვის დათმობა ან დიდი მანქანის პატრონისთვის დათმობა. ეგ ხო ეგრეა დღე. სამწუხაროა მე და მოდი შევცვალოთ, სწორად რომ შეაფასებ იმ მომენტში გზაზე არსებულ მდგომარეობას ისე მოიკეთს. რა მანქანის გაყიდვას ნანო ყველაზე მეტად? არც ერთი მანქანის გაყიდვას არ ვნანობ. იმიტომ რომ ყველა მანქანის გაყიდვა იმაზე მეტი мотиваცია მომცა, რომ უკეთესი მეყიდა. უკან ნაბიჯი არასდროს არ სენტიმენტურ პასუხისმგებლობას. მართლა. იმ მომენტში შეიძლება მე ქონია ეგ სინანული, მაგრამ რაღაც პერიოდში უეჭველი არ. იმიტომ რომ უკან ნაბიჯი არ მიყვარს ხოლმე მანქანების განხრითაც და ანუ ეხლა შენი მანქანებიდან ერთი რო აირჩიო ნებისმიერი. არც ერთს არ დაიბრუნებდი? ყველას დავიბრუნებდი. მაგრამ არც ერთს არ ნანო. მაგრამ არც ერთს არ ნანო. 2 და 3. ესე არ ჯობია. იმ ადამიანს რას ეტყვი, ვისაც ესეთი ინტერესი აქვს მანქანების, თავისი მიზნები, ოცნებები აქვს, მაგრამ სადღაც ვერ წარმოუდგენია რეალობაში. თუ ვერ წარმოუდგენია ცოტა რთულია, ჯერ უნდა წარმოგედგინოს. ჩემი გზა და კონკრეტული წერტილი საითაც მიდიხარ, მაგრამ ეს იქნება მანქანები თუ ქსოვა, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც რაიმე მიზანი აქვს, იმ მიზნისთვის აუცილებლად უნდა იშრომოს, რა თქმა უნდა, და პატარა ნაბიჯებით იმ მიზნისკენ გზა უნდა გაკვალოს და იაროს და კონკრეტულ მიზანთან აუცილებლად მივა ნებისმიერი ადამიანი. ასე რომ შრომა, სწორი მიდგომა და სწორი აზროვნება ყველაფერს შეძლებს. ძალიან ბევრს აქვს წარმოდგენა, რომ საქართველოში წარმატების მიღწევა შეუძლებელია. თუ საქართველოშია შეუძლებელი, წადი იქ, სადაც შეძლებ. ეგეც ხო არ არის რთული ხალხი, რავი, საცხოვრებელ ადგილებს კი არა, მთელი ცხოვრება მოგზაურობ. არა, მე მგონია, რომ საქართველოშიც წარმატების მიღწევა შესაძლებელია, საქართველოში კი არა, სადღაც საქართველოშიც ცივილიზაციაც რო არ არის, იქაც კი შესაძლებელია. მთავარი აქ ჯეროდეს, პირველ რიგში უნდა დაიჯერო, როდესაც რაღაცას აკეთებ, რო ის ყველაფერი გეკუთვნის, ასე ვთქვათ, ჯერ მაგის უნდა დაიჯერო. მთავარია, რომ სურვილი. მთავარია არ გაჩერდე. ჰენრი ფორდის სიტყვებია, ან ჯეფერსონის. რაც უფრო მეც
მუშაობო, მით უფრო იღბლიანი ხდები. რაც უფრო მეც მუშაობ, რაც უფრო მეც გადიხარ გარეთ, რაც უფრო მეტ დროს უთმობ საყვარელ საქმეს, მეტ ადამიანს იცნობ, მეტი კონტაქტები გაქვს, მეტი რაღაცა გადაკვეთები გაქვს და აი ამ პროცესში მოდის ყოველთვის ახალი შემოთავაზებები, ახალი სამსახური, ახალი პროექტები და ახალი იდეები და ხო, უბრალოდ მოქმედებაში ხარ. და მთავარია რომ ვიმოქმედოთ და მთავარია რომ არ გავჩერდეთ, ასე რომ ყველაფერი შესაძლებელია. კიდე ერთს რასაც ვაკვირდები, რომ წარმატებული ხალხი უყურებს ამ არხს. ძალიან კარგი აუდიტორია ყავს, მოკლედ ამ არხს და ის მაინდსეტი აქვს ჩემ აუდიტორიასაც დაახლოებით რაც მე და არ გაჩერდეთ. ამ ყველაფერს იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ყველა კომენტარს ვკითხულობ, რაც იწერება ხოლმე არხზე და ეგ შთაბეჭდილება შემექმნა აუდიტორიას. 5 წელიწადში როგორ წარმოგიდგენია შენი თავი? 5 წელიწადში ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ უფრო სუფთა ფარეხის კარი გავაყო, უფრო ლაღად და უფრო გაუცებული სახეობით ვიღაცები ვნახო ხოლმე ამ კარის გაღებისას. ცოტა უფრო მეტი დეტალი ჩასვია ხა ამ ყველაფერში და 5 წლის მერე ჩავრთოთ ეს ვიდეო. სადაც ხარ უფრო კომფორტული სავარძელი, უკეთესი განათება, უკეთესი სისუფთავე, კი არა და სისუფთავე. პრიალა. არ აქვს მნიშვნელობა. კი, რო ანარეკლები, მანქანების ანარეკლები ჩანდეს. უკეთესი ავტომობილები, ცოტა სასმელი, ცოტა კვება. სულ ეს არის ბედნიერებისთვის საჭირო. ჩემთვის კი. ჩემთვისაც. ოღონდ მაგ ბედნიერების წვრილმან რაღაცებში ბევრი ემოციის გაზიარება შეუძლია. მე კი 2000 კვადრატი იყოს შენობა, საიდანაც 50 კვადრატი იქნება სახლი და 1950 გარაჟი. ამ 50-ში ერთი მატრასი, ერთი დიდი მონიტორი, ერთი კომპიუტერი. სამი ყველაზე დაუფასებელი კლასიკური ავტომობილი. C3 კორვეტი არის, რომელიც პირველ რიგში იმიტოა დაუფასებელი, რომ რატომღაც არ გონიათ კარგი მანქანა, მაგრამ დღევანდელობაში ალბათ ყველაზე მაგარი ძველი ავტომობილია, რომლის ყიდვაც უბრალო ადამიანს შეუძლია და თან შეუძლია მოუაროს და თან შეუძლია სამსახურში წავიდეს ძველი ავტომობილით. დაუფასებელი ჩვენ ქვეყანაში იმიტოა, რომ ბევრ მაგ მოდელს რასაც ქვია, სახე გავაძრეთ ქართველებმა და იყოს W124. ხო ხდებით დაუფასებლობას რატო ვანიჭებ? დაფასებულია ფასში და სურვილში, მაგრამ წინა 10 წელი იმიტომ იყო დაუფასებელი, რომ საგმარისად არ და სოფლის მოხმარებაში სპეციალურად ხო, რა ტაქსებში და რაღაცებში ამოვხადეთ სული მაგ მანქანებს. მესამე დაუფასებელ ავტომობილად დავასახელები ძველ ავტომობილად, ხო? ხო. მოდი იყოს W220, ქართველებმა ძალიან ცუდად ვიხმარეთ და იქიდან გამომდინარე, რომ დღესაც საკმაოდ იაფია, ძალიან დაუფასებელია და ეს მოდელი არ არის მაგფასის ღირსი, მარტივად რომ გითხრათ, რა ფასიც ბაზარზე აქვს და ტექნოლოგიურად თუ თავისი ძველის ხასიათის შენარჩუნებით ერთ-ერთი მოდელია, რომელიც ძველის და ახლის სინთეზს ძალიან მარტივად გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დეტალები ეგრეთ წოდებული პრობლემური აქვს, ის განცდა სწორი პატრონი ჭირდება. ტექნიკური ხარისხითაც კარგია. მაგრამ სულ ის განცდა მაქვს, რომ რაღაცა უნდა გაფუჭდეს, ან პადუშკა უნდა გაფუჭდეს, ან ძრავი უნდა. პადუშკა ამაზე მეტად ხომ იცი, რომ ახალ ეს კლასშიც ფუჭდება. 2 წლის ავტომობილში თუ პადუშკა ფუჭდება, წარმოგიდგენია 32 წლის ავტომობილში რა მოხდება? 22-ს. და ახალ მანქანებში რა არის ესეთი მანქანა? იმიტომ რომ შენ ცენტრის მანქანებიც ბევრი ყოლია, ისე კონტექსტს რომ მივხვდეთ, რა არის ეგეთი სამი მანქანა, რომელიც უბრალოდ არ ღირს ეგ ფასი, რაც ღირს. ორ მნიშვნელოვან ბრენდს დავასახელებ, ნუ ჩამქოლავთ მაგ ბრენდების მოყვარულები, მაგრამ თუ ახლოს მიხვალთ მსგავსი ბრენდების მარკეტინგულ ხრიკებთან, აუცილებლად მიხვდებით, რატო ვამბობ ამას. ცენტრის ავტომობილების ბოლო 5, 7, 10 წლის წარმოებაზე ჩემი დაკვირვებით ვამბობ, რომ არც ერთი Mercedes-ის თუ BMW-ის ნაწარმოები ავტომობილი მის ხარისხობრივ ფასს არ უტოლდება. რასაც ვერ ვიტყვით სხვა უფრო ხარისხზე გათვლილ ბრენდებზე, რომლებიც სერვისიდან მათ მომხმარებლებს არ წეწავენ, ასე რომ ვთქვათ და გათვლა არ აქვთ იმაზე, რომ რესურსული პროდუქტები შექმნან, რომელიც ავტომობილის ყიდვიდან მიღებულ შემოსავალს რაღაც 3, 4, 5 წლის შემდეგ გააორმაგებს კომპანიისთვის და ამ შემოსავალს მათ მიუტანს სერვისის სახით. ალბათ ეგ თანამედროვე მარკეტინგის მიგნებაა უფრო, რომ რაღაც პერიოდში
მეტი სარგებელი მიიღოს კომპანიამ, მაგრამ ზოგადად მეორადი კი სათადარიგო ნაწილებით უფრო მეტ ფულს შეულობენ დღეს კომპანიები, ვიდრე თვითონ ავტომობილების გაყიდვით. საინტერესო იყო შენთან საუბარი. მადლობა. იმედია მალე შევხვდებით. ოცნებად მაქვს თბილი გარაჟი. იმდენ თბილ გარაჟში და ერთიან საქართველოში შევხვდებით. აუცილებლად. და მე უკეთესად ვისაუბროთ კიდე უფრო საინტერესო მოდელებზე და საშუალება გვექნება რომ აი მივიდეთ და ჩავჯდეთ და ესეთ ბოლომტრიან არა და უკვე სუფთა ავტომობილში დომინოს კვებივით. დიდი მადლობა ვინც გვიყურებთ. გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ და მსგავსი სტილი მოგეწონათ, ასევე გითხარით, გავითვალისწინებთ შემდეგ ვიდეოებში და კვლავ შემოგთავაზებთ სხვადასხვა საინტერესო გარაჟებს თუ ადამიანებს, ისეც როგორც არის ნიკა. დავედი, ადე. ეს რო ამოჭრათ, როცა ამოჭრათ. ეგ შენი აიყო, თუ ჩემი? ჩემი. დავახვიოთ და ჰეითერებს რახში გაუკეთოთ? აჰა. Awesome, we did American Chinese over time. Sugar და ევოცაში ნაოდია. გახდი საინტერესო ადამიანი, მოვალ ჩვენთან ჩაგერმანთან. მე full carbon. გადაუსევა ხაზი ყველაფერს. усеვა. სოფელი გმელი ვაფშე. ეხა შენ რა მითხარით? ვაფშე სხვა ასპექტი არის, ხო გავიდი, ეხლა წევიც მე. გაგალაიქე უკვე, ვა. ეხლა ვნახოთ სხვა მანქანები. აუ, მაგრამ ეძინებ, გავიყიდე. დაიძინე მე, რა გინდა გადაიღე. შენ რო წაიყვანო გადაცემა. შემიძლია ძმო. ჩაიცვი თუ გინდა, კაცო, რა პრობლემაა? ხო, ხუშენ არ გინდა ჟილეტი. რას გამხადეთ? მე რავი, სტრიპტიზია დედა მოტრული. ჩამოწ. დავაი. აი, არა მომზადებული მოხვედი. ზუგაია. ზოლი მაგარა. აი, დავაი, სამი. ხტა და ჩა. ხტა და სამი გორვე.